თუ არ დამაკავა დაჯარიმება საუცილებლად მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელები ურთიერთგამომრიცხავ ბრალდებულზე ერთი აპარაკობდა სხვას, მეორე სხვას, აი ერთი პირიც არ აქვს თუ რაღაც სიტყვაზე, ეს საქმე არის თეთრი ძაფით ნაკერი და ჩვეულებრივ ეს უკვე გადაწყვეტილია ზევით რუს ოლიგარქთან, ისინი ასაც დაავალებენ ჩვეულებრივ სასამართლო საერთოდ ქვეყანაში გვაქვს, არ აქვს. იმიტომ არის სამდენი ახალგაზრდა ტოვებს ქვეყანას და მიდიან ჩვენი კურთხეულ მიწინას. სამწუხაროდ, მაგრამ არა უშავს ბრძოლა გრძელდება, აუცილებლად გავიმარჯვებთ, არც ერთი ნაბიჯი უკან და ყველა ვინც წასულია ქვეყნიდან უკლებელს უყოლას დავაბრუნებთ ჩვენ ქვეყანაში. ამ ჩაწერის შემდეგ კიდევ გთხოვთ არ წავრძანდეთ გარგარი მაქვს სოფელიდან ჩამოტანილი და უნდა შემოგთავაზოთ გარგარი. მიუხედავად იმისა, რომ წინა რუსული კანონი უნდა მიიღოთ, მაშინ ოლიგარქის მოსამართლემ ხელისმოწვევა ჩიკაშუამ მიუხედავად იმისა, რომ კადრები მქონდა წარდგენილი, სხვათა შორის ამათი ტელევიზიის იმედიის დანამოღებული, რომ მე ვიდექი პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის და ვეუბნებოდი ჩვენ ძმებს და დებს, რომ ანუ გარღვევა არ ვცადოთ, იმიტომ რომ ამათ უკან დგას რობოკოპების სპეციალიზმი, მე წყლის ჭაულის მანქანა და ამ დროს ხელით ვანიშნებდი, რომ ანუ მეთქი, ანუ უკანიდან მომეპარნენ პოლიციელები შემათრიეს, აი ეს გახვლეპილი მქონდა და ამის მიუხედავად, ამ მტკიცებულებების მიუხედავად, მაინც 2200 ლარი დამაჯარიმა. თუმცა იმის მე მაინც აქციებზე დავდივარ, ანუ ვერაფერი ვერ შემაშინებს რა. თუ ვიბრძოლებთ, უნდა ვიბრძოლოთ. შინდებიან მხოლოდ ლაჩრები, ესე მიმარჩი. ეხლა რატო გამონკაცეს, ეხლა რატო ითხოვს პატიმრობას? პატიმრობას ითხოვს ალბათ იმიტომ, რომ მithom წარსულშიც ეს და აი, მართლა გიჟი უნდა ვიყო, რა ვიცი, სასამართლოში კი მაშინ საგიჟეთში უნდა ვიყო, ხო, რომ ანუ თუ წინაზე დამაკავეს ამაზე, სიტყვის შეურაცხყოფაზე, ანუ ისევ იმას ჩავდივარ, ანუ ისევ სხვა რაღაცა მაინც შემოგტენონ, სხვა რაღაცა მაინც ემას გვექნან რა, რომ აი მithom სხვანაირად ემას გქენთ. თავისუფლება ნიკა ჯავახიშვილს და რეჟიმის ყველა ტყვეებს. აუცილებლად გამოხვალთ ყველანი გარეთ ბიჭებო და ერთად ვიბრძოლებთ. ანუ მთავრობის და პოლიციის დამოკიდებულება ერთ და იგივე სიტყვებს საუბრობენ, რასაც ისინი ეუბნებიან, ანუ პოლიციაც არის ჩვეულებრივ პოლიტიზირებული რა. რასაც ზევით ისინი იძახიან, ჩიჩილაკი, კობახიძე და მაგის თვითმარქვია ხელისუფლება, იმეორებენ ჩვეულებრივ პოლიციელები. სამწუხაროა, რომ პოლიციელები გადაიქცნენ ესეთი არაკანონიერი დავალების შემსრულებლად. იმათ გვერდით როგორ ხარ, ხო, მithom პოლიპიდარასტების გვერდზე რატოდ გეხარა რუსეთი ჩვენი ძმა არის, ოდითგანვე ჩვენი მოძმე იყო და ანუ განყოფილებაში ძირითადად ამას იძახდნენ და ახლა აი დებილი უნდა იყო ადამიანი, რომ ანუ ვერ მიხვდე, რომ მაგ ძონძის დაწვის გამო დამაკავეს.